მეც მოვიკითხავ ირაკლის გაგამძლეობას უსურვებ. არაფრის მოლოდინი არ მაქვს, ეკა ეს არ არის ხელისუფლება, სადაც მოლოდინები შეიძლება კონდეს რაციონალური. მე მაქვს გზაობა, ისევე როგორც ჩემს კოლეგებს, ჩემი კოალიციიდან და ფაქტია რომ დავრჩით 3 რეალურად პოლიტიკოსებში, ჩვენი კოალიციის 3 ლიდერი იქნება ის, ვინც აღმოჩნდება ციხეში. და ეს ასეა, იმიტომ რომ როგორც ჩანს თორცდები დანარჩენმა გადაიხადეს და ვინც არ გადაიხადა, გადაიხდის. ჩვენ 3 დავრჩით, ჩვენ მოლოდინი რისი გვაქვს, რისი არ გვაქვს. ეს სპეკულაციების თემაა და არც ველოდებით და არც, რა ვიცი, თავს ვიკავებთ, მოკლედ მარტივად რო ვთქვათ. ჩვენ გვაქვს გზაობა, იმიტომ რომ ვიქცევით პოლიტიკურად სწორად, იმიტომ რომ ვიქცევით ისტორიულ პერსპექტივაში და ისტორიული გადასახედიდანაც სწორად, საქართველოს ისტორიის და ხალხის წინაშე და ვიქცევით მორალურად, საკუთარი მორალის წინაშეც სწორად. აი, გარდა მორალისა და პრინციპისა, ნიკა, რა შედეგზეა გათვლილი ეს ყველაფერი? პოლიტიკოს მან უნდა გააკეთოს ისე, როგორც მე მოგახსენეთ. შედეგზე, კი ბატონო, შედეგი ამას ექნება. რა შედეგი ექნება? აი და რატო როგორ წაადგება ბრძოლას? ის რომ 3 პოლიტიკური ლიდერი შეიძლება აღმოჩნდეს ციხეში. როგორ წაადგება ბრძოლას? მოცემულობაა ის, სამწუხაროდ თუ როგორც არის, მაინც უნდა აღვნიშნო, რომ ერთი პოლიტიკოსის პოლიტიკური პატიმრობა, დემოკრატიული სამყაროსთვის უფრო შესამჩნევია ხოლმე, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადამიანების რაოდენობის და მიუხედავად. ეს არ არის კარგი, მაგრამ ესეთი მოცემულობაა. ერთის ნაცვლად იქნება 3. რას ვიზავთ, ვერც ვერ ვიზავთ. ქართული ოცნება ამით საკუთარ თავს დაუშავებს მხოლოდ. პარტიაც გადარჩება, კოალიციაც გადარჩება და ჩვენც გადარჩებით. ქართული ოცნება დაზიანდება უპირობოდ. ჩვენი ქვეყანაც გადარჩება თავისთავად ცხადია. თუ უნდა თვითდაზიანება, მე არაფერი არ მაქვს ამის საწინააღმდეგო. კი, რა პროცესებს ელოდებით ნიკა გარედან და შიგნით ეს ამაზეც მინდა აუცილებლად მივიღო პასუხი. აი თქვენ თქვით რომ ერთი პოლიტიკოსი შეიძლება ცოტა აღმოჩნდეს, მაგრამ 3, 4, 5 პოლიტიკური ლიდერის ციხეში ყოფნა და ეს უკვე რაღაცას ნიშნავსო. რა პროცესებს ელოდებით გარედან, ანუ მეტ სანქციას ელოდებით რომ თქვენს გათავისუფლებას მოითხოვენ და შიგნით რას ელოდებით? მიხეილ სააკაშვილიც დააკავა და მეოთხე წელია ციხეში უზის, მაგრამ არაფერი არ შეცვლილა და დიდად არც შიგნით მინახავს რაღაცა ძალიან მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები. ანუ აი რას ელოდებით? მოგახსენებთ მაგაზეც პირველ რიგში რაღაცა სპეკულაციები იყო ბოლო კვირების განმავლობაში და ბოლო 2 დღეა თუ არ ვცდები. ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, მკაფიოდ, ხაზგასმულად და წერტილი აქ არ არის. განხილვის სივრცე აქ არ რჩება. სვირფასო მეგობრებო, რა დამოკიდებულებაც გინდათ გქონდეთ სააკაშვილის მიმართ. ჩემი დამოკიდებულება ისაც ყველა მიწის. ის არის პოლიტიკური პატიმარი, ის უნდა გათავისუფლდეს. და როგორც პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნის უფლება აქვს ნებისმიერი სხვა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების მოსურნეს, ასევე აქვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოსურნეს ამის მოთხოვნის უფლება. ამიტომ ამ საკითხზე უნდა დავამთავროთ ჩემი აზრით დებატები. ამას არც აზრი აქვს, ეს არც კეთილსინდისიერია, სწორად რომ გითხრათ. ეს არც პოლიტიკურად როგორ გითხრათ, პოლიტიკურადაც უმწიფარი პოზიციაა, მაგრამ რაც პროტესტის ხელშემწყობია არ არის და უსამართლობით და ხო, არც სამართლიანი არ არის და უსამართლობით სამართლის დადგენა რთული წარმოსადგენია და დამშლელია რაც დავალია ასრულებს იმ როლს, რა როლის შესრულებაც გაეხარდება მხოლოდ პროტესტის მოწინააღმდეგეს. ამიტომ მე მგონია რომ ამ საკითხზე საუბარი უნდა დასრულდეს, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის, მე შემიძლია ამაზე ჩემი პოზიცია ვთქვა მხოლოდ, ეს ერთი. მეორე საკითხი, ის რომ მიშა დაწერილი ამდენი ხანი, მიშას დაწერა სხვა პოლიტიკურ ვითარებაში მოხდა, სხვა სოფლიო წესრიგი იყო განსხვავებული, არ მხოლოდ საქართველოში იყო განსხვავებული მოვლენები, არამედ სოფლიო წესრიგი იყო განსხვავებული და ყველა შევახსენებთ, რომ ეს უკრაინის ომის დაწყებამდეც კი იყო. შეიძლება ბევრს დაავიწყა, მაგრამ ეს კაცი 4 წელია უკვე ციხეში ზის. და ეს არ არის არც 1 თვე და არც 1 წელი და რა ვიცი, არც 500 დღე, ხო? ეს კაცი ზის არც 1000 დღე, ეს არის 4 წელს გადაცდა უკვე ეს ყველაფერი. ამიტომ და ის პოლიტიკური პატიმარია, როგორც გეუბნებით. გეთანხმებით, ეს ნამდვილად ასეა, ის პოლიტიკური პატიმარია და მისი ყველა პოლიტიკურად მოტივირებულია.
ხო, ყველა პოლიტიკურად მოტივირებულია, ამიტომ ადამიანებს, ვინც ამას აღიარებს და ვისაც მისი გათავისუფლება უნდა ამ საფუძვლით, იმ ადამიანებს როგორც მინიმუმ გული არ უნდა დავწყვეტოთ, იმიტომ რომ ისინი ზუსტად ისევე იბრძვიან ჩვენი სამშობლოსთვის, როგორც სხვები. ეს ამას რაც შეეხება, თქვენ მითხრათ ასე რაც შეეხება რა პროცესებს ელიც გარედან და შიგნიდან თქო. მე არ ვაპირებ სპეკულირებას ამ საკითხზე, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, მაგრამ სანქციები არის ის, რაც ფორმალიზებულია და ის, რაც საჯაროა, მაგრამ მსოფლიო პოლიტიკამ და მსოფლიო დიპლომატიამ იცის ბევრი რამ, რაც არც ფორმალიზებულია, არც საჯაროა, მაგრამ გაცილებით უფრო ეფექტურია და ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი შედეგების მომტანი. ამიტომაც კვლავ მივართავ ბიძინა ივანიშვილს, რომ გონს მოიგოს. ალარმისტული შეგრძნებები თუ ადამიანს აი ასეთი საფრთხეების წინაშეც კი გამორთული აქვს, ესე იგი მას პრობლემა აქვს ზოგადად რეალობის და კონტექსტის აღქმის. გავიგეთ ყველაფერი, გავიგეთ ხელისუფლების ხელში ჩაგდება, დაუბრუნეთ ხელისუფლება ხალხს და გაეშვით ამ ქვეყანას. რაში არ იცხოვრებს ანტიამერიკული ხელისუფლების პირობებში და არც ამერიკა არ აპირებს, როგორც დღეს გავიგეთ, ანტიამერიკული მთავრობა იყოს მსოფლიოს ამ რეგიონში. კი. ნიკა, ერთი გასაგებია, რაც შეიძლება მოხდეს გარედან, იგივე ხარაზე საუბრობდით სახელმწიფო მდივნის განცხადების შემდეგ, მაგრამ მე ასევე მაინტერესებს შიგნით პროცესისგან რას ელოდებით თქვენ. არის აქციები ყოველდღიური, თუმცა არის რაღაც თარიღები, რომელიც ისეთი უფრო მრავალრიცხოვან აქციებს უკავშირდება, ასეთი ახლა უახლოესი იქნება 26 მაისი. რას ელოდებით თქვენ ახალს კონკრეტულს რას ელოდებით 26 მაისისგან და ნიკა მელიას განცხადება მოვისმინე, რომ ადგილობრივი არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ მიღებაზე სწორედ აი 26 მაისს უნდა იყოს განცხადება გაკეთებული. რატომ არის მნიშვნელოვანი, ესეც მაინტერესებს, რატომ 26 მაისს, ან რატომ ახლა და არა დაუშვათ აგვისტოში, არ ვიცი, რატომ? ვიცით რა, ნიკა მელია არის ადამიანი, რომელიც თავად იყო გამარჯვებული რეალური არჩევნები რო ჩატარებულიყო ამ ქალაქში საცხოვრებლად იმყოფებით. მან ძალიან კარგად იცის ადგილობრივი თვითმმართველობის ფასი. მან გვდანიც მოიგო მოგეხსენებათ ხო, როგორც მაჟორიტარმა, ხო, რაღაცა თვალსაზრისით ესეც ადგილობრივი აფილიაციის არჩევნები. მან ბევრად უკეთ იცის ადგილობრივი არჩევნების ფასი, ვიდრე ნებისმიერმა პოლიტიკოსმა დღეს საქართველოში, ჩემი ჩათვლით, იმიტომ მე არ სოციალ-მედიაზე მონაწილეობა პირდაპირ გეუბნებით, მე წარმოდგენა მაქვს თეორიული. ასევე პარტიაშიც და კოალიციაშიც მისი მთავარი ფუნქცია არის ზუსტად ეს არხები, გახსნილი ადგილებთან, რეგიონებთან. მე არ ვგულისხმობ ახლა რომ სოფელში მოსიარული კაცია პოლიტპარტიის თავმჯდომარე არა. უბრალოდ ყველას ჩვენი ფუნქცია გვაქვს და ნიკა ამ ჩემი აზრით ძალიან რთული, ქართულ პოლიტიკაში ძალიან იშვიათად ასე ვთქვათ, წარმოდგენილი ფუნქციის შემსრულებელი კაცია საუკეთესოდ. ამიტომ მისგან მით უმეტეს ყურაცაღებია ეს აზრი, მაგრამ მეც საერთოდ არასოდეს არ შემპარვე ეჭვი, არ ძურას არც ელენეს, ჩვენ კოალიციაში ყოველთვის არავის, არც პარტიის წევრებს, არ იქნება სამართლიანი თუ მარტო ლიდერებს ჩამოთვლით, იმიტომ რომ ჩვენი პარტია არის წევრების არ მესმის ბოდიში. ჩვენი პარტია არის წევრობაზე დაფუძნებული პარტია და ყველას გვაქვს ჩვენი აზრი. ამიტომ აბსოლუტურად ვიზიარებ ამ მოსაზრებას. ზუსტად ეგრეა. ბოდიში გირეკავენ ხმა გაითიშა და ამიტომ ნიკა გვარამიან პასუხი უნდა დაასრულოს ამ კითხვაზე, გვიპასუხებს. ბოდიშ გიხდით ეკა სად გავჩერდი აღარ მახსოვს. ჩვენ საუბრობდით ხო, ნიკა მელია პროკურაცაღები იყო, შეიძლება ეს ამბავი, მაგრამ მეც ზუსტად ამაზრზე ვარ, იმ თავითვე საქმე მქონია. კითხვის ნიშანიც არ ყოფილა ამ საკითხთან დაკავშირებით, ელენეც, ზურაც და არ იქნება სამართლიანი თუ მარტო ლიდერებს ჩამოთვლი და მათზე ვილაპარაკებ. ჩვენ პარტია ვართ, ადამიანების ერთობა, პოლიტიკოსების ერთობა და ჩვენი ერთიანი გადაწყვეტილებაა, რომ აქ შესვლა არ შეიძლება. მარტივი ტესტი არსებობს, ხო? თუ იგივე ხალხმა ჩაატარა არჩევნები, იგივე ვითარებაში ჩატარდა ეს არჩევნები.
ანუ საკრებულოს წევრობა ასე ხელით დაწერილი შედეგებით შეიძლება და პარლამენტის არა. მაშინ სხვა რა არის? არა, მე პარლამენტში რატო არიღებენ მაშინ ხელფასს და საკრებულოს წევრის ხელფასის აღება შეიძლება გაყალბებული მანდატით? როცა არჩევნები ყალბდება, მანდატი არის ყალბი ყველას. და გულწრფელად გეუბნებით, მე არ მესმის საერთოდ ეს მე ნიკას გამონათქვა ვწვდია რომ ეთანხმები ახლა ბუნებრივია სხვანაირად იქნება. მე უბრალოდ აი ასე დაკიდებულ თარიღზე ვიკითხე, თორე აბსოლუტურად გეთანხმებით რომ ამ ფარსში შეყოლა და ამ ხაფანგში არ შეიძლება და სრულიად უაზრობა, მაგრამ აი 26 მაისის ნაწილსაც ვეთანხმები, მაგას ვამბობ, ფორმალური რატომ აი ეს ამ ერთობას არ უშლის ნიკა ხელს, როდესაც აი რაღაც კონკრეტულ თარიღებზე ითხოვთ რომ იყოს პასუხი. აი რატო არ უტოვებთ ადამიანებს უფლებას რომ მათ თუ უნდათ თქვან რა ვიცი ივლისში, აგვისტოში როცა უნდათ. და ვის არ უტოვებთ უფლებას? არა, რას ნიშნავს ივლისში ან აგვისტოში, ხო? ჩვენ ხო საერთო თამაშის წესებზე უნდა შევთანხმდეთ. შეუძლებელია საერთო თამაშის წესები დადგინდეს არჩევნებამდე ერთი თვით ადრე. ჩვენ ხო რაღაცისთვის უნდა მოვემზადოთ, არჩევნებისთვის კი არა, ჩვენი მოქმედებებისთვის, მათ შორის პარტნიორებთან ურთიერთობისთვის, მათ შორის საერთაშორისო ნარატივები ხო უნდა ჩამოვაყალიბოთ იგივე ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით და რა ვქნათ, აგვისტომდე ველოდოთ სხვაებს? გავიგე, ახლა გავიგე პასუხი. სამართლიანია იმის თქმა, ამიტომ არის სამართლიანი იმის თქმა, რომ ან თქვით, ან გაგვეშვით. იმიტომ რომ ერთობა არ არის თვითმიზანი. ჩვენი მიზანი არის საქართველოს გამარჯვება. თუ ერთობა ამისთვის არის სწორი მექანიზმი, მაშინ იმას გამოვიყენებთ. თუ ერთობა ხდება ფსევდო რაღაცა თავშესაფარი, რომელიც პროცესებს პირიქით აზიანებს, მაშინ ამაზე არც ვილაპარაკებთ. იმიტომ რომ ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დავარწმუნოთ, რომ ეს არჩევნები არ იყო არჩევნები და არც ის არჩევნები არ იქნება არჩევნები. მე რომ კითხავენ, რომ აი ამ ცესკოს ჩატარებულ არჩევნებით პარლამენტში თუ არ შეხვედი, აქ რო შედიან შენი კოლეგები, ამაზე რას ამბობ? რა უნდა ვთქვა? უნდა ვთქვა, რომ მათ მიიღეს არასწორი გადაწყვეტილება. კითხვის ნიშნებს რო დამისვავენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რა უნდა ვთქვა? უნდა ვთქვა, რომ კი არსებობს კითხვის ნიშნები. აბა როგორ გონიათ, ეკა აგვისტოში უნდა გავიგო, რა ველაპარაკოთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს. გავიგე, მივიღე პასუხი. საქართველოში ქვეყნის შიგნით ჩვენს მოქალაქეებთან ესე ვერ იქნება. ეს ხო ძალიან გასაგებია. მადლობა ნიკა, მივიღე პასუხი, თქვენთანაც დამრჩა ბევრი შეკითხვა, მაგრამ ვიცი რომ გვექნება შესაძლებლობა კიდევ შეხვედრის და სტუდიაში გნახავთ და უფრო კარგად გემრიელად ვისაუბრებთ მე და თქვენ და ვნახოთ, მე სხვათა შორის იმედი მაქვს და უნდა ვთქვა ახლა ჩემი მოლოდინი, მე მაქვს მოლოდინი რომ შესაძლოა თქვენ არ დაგიჭირონ. და მგონია რომ ის განცხადება რაც დღეს მოვისმინეთ სახელმწიფო მდივნისგან რაღაც გარკვეულ ცვლილებებს შეიძლება ეს ჩემი ასე ვთქვათ სურვილია და wishful thinking-ია, მაგრამ მაინც მგონია რომ ასე არ იქნება და მგონია რომ იქნებით თავისუფლები, იმიტომ რომ საჭიროა პოლიტიკური ლიდერები უნდა იყვნენ გარეთ. ვნახოთ რა და როგორ იქნება, ხვალჯერ ზურა ჯაფარიძის რიგია, თქვენ ცოტა მოგვიანებით პირველ რიგში გარეთ პირველ რიგში უნდა იყვნენ პოლიტიკური პატიმრები და რაც უფრო დაცილებულია ადამიანი თავის საქმიანობით პოლიტიკას მით უფრო უსამართლოა მის ციხეში ყოფნა მისი პოლიტიკური მოსაზრებების გამო, გულწრფელად გეტყვით, მე ასე ვფიქრობ. გარეთ უნდა იყოს ყველა, ვინც დამნაშავე არ არის, პოლიტიკოსიც და სხვაც. არ ვიმკითხავებ ამ თემაზე, ვის დაიჭერენ და ვის არა. არც იმედს გამოვთქვამ, რომ არ დაგვიჭერენ, კვლავ დავაფიქსირებ, ჩვენ მზად ვართ. ქართული ოცნება რას გადაწყვეტს საკუთარი თავის დასაზიანებლად, უფრო ღრმად შევა თუ არ შევა, ეს მათ გადასაწყვეტია, ჩვენ მზად ვართ. მადლობა ნიკა, მადლობა.